შინ სონიკის პირველი დონის მანქანიდან შინ სონიკის მილიონი დონის მანქანამდე შინ სონიკს ძალიან დაბალი დონის მანქანა აქვს და შინ სონიკ .xs-ს და ბოლაც ააგო ეხლა კი მოგვიწევ შინ სონიკის მანქანის დონის ამაღლება ყველაზე მაღალ დონემდე შევძლებ თუ არა შინ სონიკის რგვალის მოგებას და მსოფლიოს გადარჩენას წავედით კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შინ სონიკის მანქანების საბოლოო ორბოლაზე. დღეს თქვენი ბრძოლებთ $1 მილიონი დოლარისთვის. ვინც მოიგებს, ყველას დავაჯობებს. ოსხოსტია. მაშასე, რატომ არ წარადგენთ თქვენს მანქანებს? მე ვარ შინ Sonic.exe. მქავს მანქანა, რომლის დონეა 999,000. მე ბევრს ვიმუშავე ჩემი მანქანის გაუმჯობესებაზე და შევძელი რომ მისი დონე 100,000 გამეხადა. მე კიდევ ბევრს ვიმუშავე და ჩემი მანქანის დონე 10,000-ია. ხოლო მე შინაკლზე მქავს ძალიან ძლიერი მანქანა, რომლის დონეც 1000-ია. მე შინენი ასე რომ ძლიერი მანქანა, რომელიც 100 დონემდე ალიხვანე. კარგი, მე შინტეილსი რაც შემეძლო გავაკეთე, მაგრამ მხოლოდ მე-10 დონის მანქანა შევძელი. და მე სიმართლე რომ გითხრათ, მე როგორ ახსნა ეს? არ მქონდა დრო უკეთესი მანქანის გასაკეთებლად და მაქვს შინ სონიკის მანქანა. ეს პირველი დონისაა, საშინელება. არ მგონია რომ მასთან რბოლაში გამარჯობა შევძლებდი ან რამეს, მაგრამ მაინც ვცდიდა. კი, კარგი, ნუ მიყვებით თქვენ ცხოვრებას. დროა ვნახოთ, ვინ მოიგებს რბოლას და $1 მილიონ. ასე რომ, რბოლა იწყება. 3, 2, 1, ახლა. მოდით უზერები, აქ დარჩით ყველა. ჩემი სუპერ მანქანა შინ Sonic.exe-დან მოიგებს და მე წავიღებ იმ პრეიზს. დიახ, $1 მილიონი მთლიანად ჩემი იქნება ამ სუპერ მანქანის წყალობით, რომლითაც პრაქტიკულად ფრენა შემიძლია. დიახ, ასე ვაკეთებ ყველაფერს. კარგი. ცოტა მოულოდნელად დამემართა, მაგრამ უკვე აქ ვარ. ჩემი შინ შადოუს 100,000-იანი დონის მანქანა მოიგებს. დიახ. მაქვს ტურბო ძრავები, რამდენიმე ამძრავი და გაუმჯობესებები, რომლებიც დაუმარცხებელს მხდის. და კიდევ ტურბო, რომელიც არც ერთ სხვა მანქანას არ აქვს. აი ამიტომ ვაჩქარებ და ამ რბოლას მოვიგებ. არი ნერვიულოთ, შინ მეტალ სონიკი თქვენ მოხედავთ სულელებო. ჩემი მანქანა შეიძლება 10,000 ჯერ უარესი ჩანდეს ვიდრე თქვენი, მაგრამ ის ძალიან ძლიერია და მე ვმართავ მას როგორც მინდა. აი ამიტომ ვერ დამდოვებთ უკან. მე შორს სავალ ამ რბოლას მოვიგებ, დიახ. ერთი წუთით, არ დაგავიწყდეთ, შინ ნაკოზი თავისი 1000-იანი დონის მანქანით. ბევრი ამბობს რომ ეს ტანკია, მაგრამ არა. ეს ძალიან დიდი და ძლიერი მანქანაა, დიახ. მოემზადეთ, რადგან თუ დაგეწევით, ჩემი საოცარი მანქანით პიურად გაგწევთ. ჩემი სტანსკავს, მაგრამ კიდევ ეს მანქანა. და ეს მანქანა ძალიან კარგად ტრიალებს და აწამს მათ მიწმას არ უჯერებს. აი ამიტომ მე შინენი ამ გოლაში გავიმარგებ, რომ მოვიგო ეს ფული და უფრო ლამაზი გავხდე, რომ შინ სონიკს მოვეწონო. მოემზადეთ, რადგან ჩემს ჩაქუჩთან არაფერი გაქვთ ასაკეთებელი. კარგი, ჩემი მანქანა მხოლოდ მე-10 დონისაა, მაგრამ ეს მაგარი მანქანაა, რომელშიც ჩემი მეგობარი სონიკიც ჩანს. როგორ მიყვარს ჩემი მეგობარი სონიკი, ასე რომ ყველაფერს ვდებ ამაზე. ჩემი შინტეილსის მე-10 დონის მაგარი მანქანა მაქსიმალურად იასპარეზებს. და თუ არა მაშინ მოიგოს ჩემმა მეგობარმა შინ სონიკმა, მანაც ძალიან დაიმსახურა ეს. წავედით. აი ასე მარკავს ნამდვილი ექსპერტი მე-10 დონის მანქანას. დიახ. ჯანდაბა, ყველა უკვე დაძრულია და მე ჯერ კიდევ არ გამოსულ ვარ. წავედით. უკვე მანქანაში ვარ. ვიწყებ. და იმედი მაქვს რომ მოვიგებ. თუმცა სიმართლე რომ თქვა, ძალიან სწრაფი არ ვარ. სიმართლე რომ მითხრათ, პირველი მანქანა ავიხე, რომელიც სრულიად გაფუჭებული იყო და მასზე შინ სონიკის დეტალები დავამატე. ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე. მაგრამ მაინც ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ყველაფრით რაც მაქვს. ასე რომ მოემზადეთ, რადგან შინ სონიკი ამ რბოლას მოიგებს. აი! ვაცხადებთ ყველა მონაწილეს ფინიშის ხაზთან. როგორც ჩანს, გამარჯვებული უკვე გვყავს. ჯანდაბა, მე კი მეგონა რომ შანსი მქონდა. კარგი, მივდივარ, ნახო რა მოხდა. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ უკვე აქ ვარ. რა მოხდა?
ვინ გახდა საბოლოოდ გამარჯვებული? იმედი მაქვს რომ ეს არ იყო შინ სონიკი .exe, იმიტომ რომ ჯანდაბა, ეს არ შეიძლება ხდებოდეს. ჯანდაბა, სწორედ შენ უნდა გაგემარჯვა. ზუსტად ასეა. ყველა მიესალმეთ ახალ გამარჯვებულს. ვინაც იღებს $500,000 შინ სონიკი .exe. ბრძოლს ამ პოდიუმზე ჩაჭყლეტილი ყოფნა, მაგრამ მე გავიმარჯვე. ახლა გამეცალეთ გზიდან თქვენ ორმის სულელები. ახლა ეს პოდიუმი მხოლოდ ჩემია. ამ ფულს იარაღების საფიგლად გამოვიყენებ და სამყაროს გავანადგურებ. ეცეთი თქვენ და მი, სულელო შინ, სონიკი და მეგობრებო, ვერასდროს დამამარცხებთ. იწყება ჩემი მეფობა. არა, ამას ვერ დაუშვებ. მე გიწვევ ბოლაში მთელი საპრიზო ფულისთვის. ერთზე. შენ გაგიჟდი სონიკ, რატო უნდა დავთანხმდე ამ რბოლაზე შენთან და როცა ვიცი რომ სრულყოფილია, ვიღებ გამოწვევას. ხვალ ამავე დროს აქ მოიყვანე შენი საუკეთესო მანქანა, მაგრამ ის ვერ გაუნგალდება ჩემს მანქანას, რომელიც 999,000-იან დონეზეა. და კიდევ ერთი რამ, რბოლა სიცოცხლის ფასად იქნება. ანუ ვინც წააგებს, ის მოკვდება. რა თქმა უნდა, არც კი იფიქრო საპირისპიროზე. ასე მოვიქცევით. ჯანდაბა, რა ვქნა ამ ერთი დონის მანქანით? შეუძლებელია რბოლა მოვიგო. ეს ხომ გარდაუვალი სიკვდილია. შინ სონიკ, ჩემო მეგობარო, ნუ ნერვიულობ. მე გასესხებ ჩემს მეათე დონის მანქანას, რომ შენი მანქანის დონე ამაღლო. დიახ, მეგობარო, და ეს ყველაფერი არაა, დანარჩენების დაგეხმარებით. ძალიან გამაბრაზა რომ მასთან რბოლა წავაგე, ასე რომ როცა დრო მოვა დაგეხმარები. და მეც. ბიჭებო, დიდი მადლობა. ვიცოდი რომ თქვენზე დაკრდნობა შემეძლო. დადგა დრო ეს ორი მანქანა ერთში გავაერთიანოთ და ავიდეთ მეათე დონეზე. სრაფად ამ თუდიდან გავს მხოლოდ 23, რომ დალაიქო გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააუმჯობესო შინ სონიკის მანქანა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვა შინ გვარ შინ სონიკი, შეგიძლია მიიღო ის მანქანა, რომელიც გინდა. ასე რომ მე რომ შენ ვიყო ვიჩქარებდი, დრო თითქმის ამოიწურა. იჩქარე! დიახ, ეს ნამდვილად შინ სონიკის მეათე დონის მანქანაა. სუპერ შინ სონიკი, მოდი ჩემთან დაგეხმარები რომ ქოდეს 100 დონის მანქანა, როგორც მე მაქვს. სუპერ შინემი, მოვდივარ, ვინც ბოლო მივა, ის სულელია, დიახ. კარგი, უკვე აქ ვარ, ჩემი შინ სონიკის მეათე დონის მანქანით. სრულიად მზად ვარ, რაც არ უნდა მომიციოს. რა მაგარია შინ სონიკ, მართლა ძალიან მიხარია ეს, იმიტომ რომ ცეცხლოვანი გამოცდაგელის. თუ მინდა ჩემი მანქანის მეათე დონის მაცილები, მოგიწევს გამძლეობის გამოსცის ჩაბარება, რომ დაამტკიცო შენი მანქანა მზად არის ამ ყველაფრის გასაძლებად. თუ გაუძლებ ისე, რომ შენი მანქანა არ გაფუჭდეს, მე ავწევ შენს მანქანას. ღმერთო ჩემო, ეს ცოტა ცუდად გამოიყურება, მაგრამ უნდა ვცადო. მივდივარ, ასე რომ მივდივარ. პირველი შემთხვევაა, რომ ავიღო რაც შეიძლება მეტი სიჩქარე. მზად ვარ, ვაპირებ გადავხდე ყველა იმ წისქვილზე. და ამას გავაკეთებ, რადგან მაქვს შინ სონიკის მეათე დონის მანქანა. მივდივარ. დიახ. კარგი, მეგონა ერთ ნახტომში ბოლომდე მივახცევდი, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მომიწევს გავაკეთო ეს. ჯანდაბა, რა დარტყმა? მომიწევს აქედან გავიარო მანქანით. წავედით. ავიცილებ წისქვილებს. კარგი, და დავამტკიცებ ჩემი მეათე დონის მანქანის გამძლეობას. არა. ვაუ, მივხვდი რომ გვერდით წისქვილები არ არის. ანუ ბევრად უფრო მარტივი იქნება. ეიმი, რა სულელი ხარ? თუმცა მოიცადე, ჩემი მანქანა ვარდება. არა, ჯანდაბა, რამდენი ბრუნია, თუმცა ცუდად არ გამომივიდა. უკუსლით, აქედან გავძვრები. არა, ეს ძალიან რთული გამოჩნდა, მაგრამ შემიძლია მის გაკეთება. აი მივდივარ, მაქსიმალურად ვაჩქარებ. და ყველა წისქვილს გადავლახავ. წავედით. კი, რა, ერთი წამით, თითქოს დამაგდეს. რა, არა, წავედით. აქ უნდა გავაგზელო და ეხლა აქ უნდა შევძვრე. არა. ჯანდაბა, როგორ მირთყამენ ასე ძლიერად? ერთი წუთით. მგონი ვიცი რა უნდა გავაკეთო. წისქვილები ჩემი მტრები არ არიან. ისინი ჩემი მოკავშირეები არიან. თუ ჩემი მანქანა შეძლებს მათ დარტყმებს გაუძლოს, ისინი ფინიშის ხაზამდე მიმიყვანს. ასე რომ წავედით, მთელი ძალით მივდივარ.
შესანიშნავია, იმ დათმამ წინ წამწია და ამანაც ასევე. ვაუ! მართლა, ასე სულ სხვა სიამოვნება. კი, არა, დედა ჩემო, აქედან მოვდივარ, უკუსვლით. წავედით, კი, ამას ავწდი, მეორეს გამოვიყენებ. ახლა აქედან გავძვრები. მიდი, კი, აი აქ არის. მიდი, აქედან ტურბოს ჩავრთავ, აქედან აჩქარებით გავზურები. ვაუ, რა მაგრად ვირიდებ, ასე კეთდება საქმე, აქედან გავზურები, ახლა აქედან. ვტრიალებ, არა, ეს უფრო რთულია ვიდრე ჩანს. მაგრამ ეხლა შანსი მაქვს და არ ვაპირებ მის გაფლანგვას. წამოდი, აქედან უნდა მოვიდე და თუ საჭირო იქნება, უკუსვლითაც გავაკეთებ ამას. გააქტიურე ტურბო, რომ აქედან გამოვიდე. დიახ. ეს საკმაოდ რთული და მძიმე გამოცდა იყო, მაგრამ ყველა წისქვილი დავძლიე და ჩემი მანქანაც გაუძლო. ასე რომ, გამარჯობა ეიმი, აქ ვარ. ყველაფერს უძლებ ამ მეათე დონის მანქანით. შინსონიკ, ეს საოცარი იყო, შენ მოახერხე და შენი მანქანა იდეალურად გაუძლო. ასე რომ გილოცავ, ჩემი მეათე დონის მანქანა მთლიანად შენია. გაუმჯობესე შელი ჩემი ნაწილები. დიახ, წავედი, შინსონიკის მეათე დონის მანქანა. მზად ვარ, დიახ, რა მაგარი მანქანა. ეს უბრალოდ საოცარია, როგორ მომწონს. ეხლა წადი საოცარ ნაკლსთან, დაწუნებული ვარ ის დაგეხმარება 1000-მდე დონის მიღწევაში. დიახ, ნაკლს, მოემზადე, მთელი ძალით მოვდივარ, დიახ. და ბოლოს, აქ ვარ, ეს გამოწვევა საინტერესოა. დიახ, სონიკ, მოგესალმები ჩემს წყალქვეშა სიღრმის რამპებზე, რომ მიაღწიო 1000 დონეს. ყოველი რამპა აქვს სიღრმის დონე, რომელიც ლოგიკურად გაიზრდება. თუ შეძლებ ყველა მათგანის გავლას და ბოლომდე მისვლას ისე, რომ შენი მანქანა არ გაბუჭდეს, მაშინ მე მოგცემ ჩემს 1000 დონის მაგარ მანქანას, რომ გააუმჯობესა შენი. რთული გამოწვევაა, მაგრამ მე მიყვარს ასეთი სირთულეები. ასე რომ დროა მაქსიმალურად ავაჩქარო და დავასრულო ეს ყველაფერი. წავედი. კარგი, პირველი დონე. დაველოდოთ რომ წყალი ცოტა დაიწიოს და? ძალიან მარტივია და რაც მთავარია, მანქანა ისევ მუშაობს. მეორე დონე. აქ ცოტა სიჩქარე უნდა ავიღო და? დიახ, გამოგვივიდა. კარგი, თუ ასე გავაგზელებ, ეს ძალიან მარტივი იქნება. მესამე დონე. წავედით. აქ ვარ. ტალღები ცოტა უფრო ჩორს მიმაქანებს, მაგრამ გამომდის. მოდით, მეოთხე დონეზე გადავიდეთ. აი ასე, რაც შეიძლება, სწრაფად, სერფინგით. ვაუ, ეს ძალიან მარტივია, ნაკლს. ეს ძალიან მარტივია. მეხუთე დონე. წავედით. უი! კარგი, ეს ცოტა უფრო რთული იყო. შეიძლება მე-6 დონე უფრო ღრმა და რთული იყოს. აი მივდივარ, მე-6 დონე. წავედით. მანქანა თითქოს იქ მრჩება. წავედით. უნდა გამოვიდე აქედან. წავედით. ერთი წუთით. ჰაერი არ მეწურება. იმიტომ რომ ზემოთ სუნთქავ შინსონიკი და ეს მაძლევს საშუალებას გავაგზელო. ავიდე ბაჩქარებას. და მე-7 დონე. აი მივდივარ. წავედით. რაც შეიძლება სწრაფად. მოდი. რთულია, მაგრამ შემიძლია გავიარო. დიახ, კედელთან მივეკვრები და დიახ. რთულია, მაგრამ შევძელი. მერვე დონე. შენ ვერ დამამარცხებ. წავედით მთელი სისწრაფით. ცოტა გადაუხვიე, მაგრამ აქ ტურბოს ჩავთავ. და დიახ, მერვე დონე გადავლახე. ეხლა მე-9 დონე ძალიან რთული იქნება. მაგრამ შემიძლია. წავედით. მთელი ძალით შევალ. დიახ. არა, არ შემიძლია დაუშვა რომ მანქანა გადაბრუნდეს. აქ ტურბო უნდა ჩავთო და აქედან უნდა შევუხვიო. და არა, ჯანდაბა. შანს რომ მანქანა აქ გაიჭედა და ჰაერს ვერ ვიღებ. მოვკვდები. უნდა მივაწვე ბოლომდე სანამ არ გამოვალ. გმერთო ჩემო, რთული იყო, მაგრამ შევძელი. ეხლა მოდის მე-10 დონე. ყველაზე რთული. ეხლა ყველაზე დიდ აჩქარებას მოვამზადებ. ყველაზე ძლიერ ტურბოს და ზემოდან გადაული. ნახე, შინ ნაკლს. აი, როგორ მართავენ 1000 დონიან მანქანას. მოდი მივდივარ. დიახ. წყლის ზემოდან. აი ეს მიიღე. როგორ მოგეწონა ნაკლს?
ვაიმე, სონიკ, ეს საოცარი იყო. შესანიშნავად გააკეთე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს წყლის ზემოდან მიდიოდი. შეგიძლია ჩვენი მანქანები გააერთიანო და კიდევ უფრო გააუმჯობესო შენი დონე. არ იყო საჭირო ამის თქმა. ვაუმჯობესებ დონეს 1000-მდე. დიახ, 1000 დონიანი შინ სონიკის მაგარი მანქანა. ეხლა თუ მაპატიებ ნაკლს, მე მეტალ სონიკთან მივდივარ. დარწმუნებული ვარ, ისიც დამეხმარება. დიახ. კარგი, მეტალ სონიკო. უკვე აქ ვარ. მზად ვარ, გავაუმჯობესო ჩემი მანქანა. კიდევ უფრო მეტად. მიხარია მის გაგება, რადგან წინ დაუჯერებელი გამოწვევა გელის. მოგეცევს გადახდეთ დიდი შეუძლებელი რემბიდან, გადაგვეთო მთელი ქალაქი და დაეშვა იქ, სადაც მე ვარ, ჩემს მანქანასთან, რომ მანქანების ბრძოლა გამართო ჩემს წინააღმდეგ. ღმერთო ჩემო, ეს საკმაოდ რთული ნახტომია, მაგრამ თუ ვინმე შეუძლია ამის გაკეთება, ეს მე ვარ. მოდით შევდივარ მანქანაში და ყველა მოემზადოს, რადგან ეხლა შინ სონიკი მიდის. თავისი 1000-იანი დონის მანქანით, რომ განავითაროს იგი 10000-მდე. მივდივარ! ვაკეთებ ბრუნს და ვთავ ტურბოს. ეხლა კი ვიწყებ უფრო და უფრო სწრაფად სვლას. ღმერთო ჩემო, მივახციე სიჩქარეს, რომელიც არასდროს მინახავს. მივდივარ მთელი ძალით. საოცარი ნახტომია. ეხლა უნდა ვისწავლო ტურბოს გამოყენება ჰაერში, რომ შევძლო მის ადგილამდე მისვლა. ამ ეტაპზე მგონია, რომ სწორად გამომდის, თუმცა ზოგჯერ მანქანის კონტროლს ვკარგავ, მაგრამ ასე მაინც შემიძლია ამის გაკეთება. წავედით. და კი სუპერ, კარგად უძლებ. კიდევ ერთი პატარა ტურბოს გამოყენება, რომ სიმაღლე შევინარჩუნო. არ მინდა იმ თებში შევეჯახო, რაც იქ არის. ამ ეტაპზე კარგად გამომდის. სარგებლო ბრუნვებით და მაქსიმალურად სწრაფად მივდივარ. კი. კარგი, აქ ცოტა ვტრიალებ, მაგრამ მანქანის აეროდინამიკას მეტნაკლებად ვაკონტროლებ. წავედით. საკმაოდ კარგად მივდივარ, თუმცა ვიწყებ ვარდნას. უნდა ავანაზღაურო ჩემი ვარდნა ტურბოს ზუსტად საჭირო მომენტში გამოყენებით. ზუსტად ასე. კი, წავედით. შეწყვიტე ტრიალი მანქანა. მოვდივართ და დრო დადგა. ასე რომ წავედით, დავასრულოთ ეს ტურბოს მაქსიმალურად კარგად მართვით. კი, შენ გამასწარი, მაგრამ წავედით. შემიძლია ტურბო კარგად გამოვიყენო და ამ გზით ავიწიო, რომ სიმაღლე მოვიგო და აქ დავეშვა, რომ შენზეც ამოვიდე. მოამზადე მანქანა, ჩვენი დუელი იწყება. მოვდივარ, მოენზადე, რადგან ვინც პირველი ჩავარდება წყალში, ის წააგებს ამ დუელს. წინ! ერთი წუთით, სად არის? ჰო, ისევ უკან მოდის. მანქანებს შევაჯახებთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ, რაც არ უნდა დამიჯდეს, დიახ. წამოდი აქ შევუხვალ და ეხლა აქ. ვერ მომერევი მეტალ სონიკო. ნახე როგორ გათხამ აქედან. დიახ, კარგი, თითქმის გადავაყირავე მისი მანქანა. მგონი ვითამაშებ ისე რომ მომიახლოვდეს ზღვის ნაპირთან და ბოლო მომენტში გამოვარდები რომ დავარტყა. კარგი, ეს ბრძოლა უფრო რთულია ვიდრე მეგონა, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია მისი მოგება, ეს მე ვარ. დიახ. წამო, ცოტა კიდევ. აქეთ უტრიალდები და უკვე თითქმის ვარდება მისი მანქანა. დროა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ბოლო დარტყმა მივაკენო. სწრაფად მივდივარ და ვარტყამ. როგორც ჩანს, ბენზინი გაგითავდა მეტალ შინ სონიკი. მოპატიე, მაგრამ ეს რბოლა უნდა მოვიგო. ჰო! წყალში ჩამაგდე და ცოტა მოკლე ჩართვა დამემართა დაცდავლილო. ეხლა შეგიძლია ჩემი მანქანა გამოიყენო 10000-იან დონეზე და თვითონ ჩემი, როგორც რობოტის, ნაწილებიც კი გამოიყენო შენი მანქანის გასაუმჯობესებლად და მე არ დაგავიწყდეს შინ შადოუთან წასვლან საბოლოო ვარჯიშისთვის. დიახ, ძალიან მომწონს როგორ ჟღერს ეს. მოდი გავერთიანდეთ მეგობარო. ეს არის ჩემი ახალი 10000-იანი დონის მანქანა, დიახ. ძალიან მაგარი მანქანაა. ფრთებით და ყველაფრით რომ უკეთი ფრინოს. ასე რომ მოემზადე შადოუ. ეხლა მივდივარ მასთან ჩემი 10000-იანი დონის მაგარი მანქანით, დიახ. და ბოლოს, აქ ვარ შინ შადოუ. რას საპირებ? განა ეს არ არის ნათელი შინ სონიკ. მოდი ვითამაშოთ მატჩი. ფეხბურთის, ახლა როცა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ჩვენ უნდა ვცადოთ ბურთის გატანა მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ მანამდე მთელი ეს მარშრუტი უნდა გავიაროთ. აქედან უნდა შემოუაროთ თითოეულმა თავისი მხრიდან და შემდეგ დაიწყება მატჩი. მზად ხარ?
რა თქმა უნდა, Shadow. მე შენ დაუვიწყარ სცემას მოგიწყობ და პირველი ვინც გოლს გაიტანს მოიგებს. სამწუხაროდ უნდა გითხრა რომ უკვე წინ ვარ. არ ვაპირებ წავაგო შენნაირ სულელთან. ეხლა მაქსიმალური სიჩქარით მივდივარ. ამ წრეზე უნდა გავიარო რომ ბურთი შენს კარში შევაგდო. სულელო. კი. Hey, დაწყევლილო Shadow. უპირატესობა მოიპოვე, მაგრამ ეხლა მე მაქვს 1000-იანი დონის მანქანა. ასე რომ ტყუილია. ეს 1000-იანი დონისაა. ასე რომ შენზე ადრე მივალ. წავედით. აქედან და აქედან. უბრალოდ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდე. ზუსტად ასე. და უნდა გამოვიყენო სიჩქარის გაზრდა. არა, ეს შეჯახება არ მომწონს. ასეთ შემთხვევებში სიჩქარე უნდა გავზარდო. წავედით. ედით. მოუხვევ მილში და მაქსიმალურ სიჩქარეს ვაძლევ, Shadow. ნახე სიჩქარე. კი. იდეალური დაშვება. და ახლა ისევ მთელი ძალით მივდივარ. მოედანზე შენზე ადრე მივალ და გოლს გაგიტან. არც ერთი წამით არ შეიტანო ეჭვი. მკვეთრი მოხვევა. არ მადარდებს. იმიტომ რომ თავად ტრასას ვიყენებ, რომ მოვხვიო და მოვხვიო. და ასე მთელი ძალით მივალ საფეხბურთო მოედანზე. აი მოვდივარ. დიახ. აქ ვარ. არა, აი Shadow-ა და ბურთს მიაქვს. კიდე გოლი გამიტანო. გაფრთხილებ, ამას არ დაუშვებ. აჩა, წავედი, ჯანდაბა. მან მანქანა ბურთი სასაფრენა და დასარტყმელად გამოიყენა. ასე რომ უნდა წავიღო ბურთი აქედან. დიახ. ბოდიში Shadow, მაგრამ გაგიყვან მინდვრიდან. თუ საჭირო იქნება და ბურთს კარში დავარტყამ. წავედით. არა. საკმაოდ კარგად მიცავს, მაგრამ მე ვიცი სად მიდის ბურთი, რომ წავიღო და აქედან გავიტანო. წავედით. სულ ცოტა დარჩა. ამ ხრიდან და დიახ, ეს გოლია. Shadow, რას ფიქრობ? შენთან მატჩი წააგე, ასე რომ მომეცი შენი 100,000-იანი დონის მანქანა. ჯანდაბა, ვაგიარებ Sonic, მომიგე. ჩემი 100,000-იანი დონის მანქანა შენია. ახლა წადი, ნახე საბოლოო რბოლა და მოუგე იმ სულელს. გადაარჩინე მსოფლიო. დიახ, სუსტად ამას გავაკეთებ. ჩემი ახალი 100,000-იანი დონის მანქანით. დიახ. ნახე, რა მაგარი 100,000-იანი დონის სუპერ მანქანაა, Shadow. ეხლა ბოდიში რბოლა უნდა მოვიგო და სამყარო გადავარჩინო. კარგი, ბოლოს აქ ვარ, მზად ვარ, ამის გასაკეთებლად. წავედი. მაშასე, ყველას მოგესალმებით $1,000,000 ფინალური რბოლის გამეორებაზე. ახლა კი თავად შინ, Sonic-ი, წერტილი X-ზე. მისი მანქანით, რომლის დონეც არის 999,000 და მეორე მხარეს, შინ, Sonic-ი. მისი მანქანით, რომლის დონეც არის 100,000. ვიფიქრე რომ არ გამოჩნდებოდი. სიკვდილისთვის ასე უშიშრად მოსვლა. გამბედაობას მოითხოვს, სულელო. ვიცი რომ ჯერ არავის ყოლია $1,000,000 დონის მანქანა, მაგრამ იქნებ მე ამ რბოლაში შევძლო ამის მიღწევა. ნუ გამაცინებ, ეს შეუძლებელია. ამას ჯერ არავინ გაუკეთებია. მით უმეტეს შენ დაიწყოს რბოლა. ძალიან კარგი, ყველანი მოემზადეთ. დადგა დრო რომ ფინალური რბოლა დავიწყოთ. 3, 2, 1, გაიქცით. ვაბადიეთ, მაგრამ მე ჩქარება ამ რბოლის მოსაგებად. $1,000,000 ჩემი იქნება და მთელი მსოფლიოც. ვერავინ და ვერაფერი ვერ გაუმკლავდება ჩემს მანქანას, რომელიც 999,000 დონეზეა. არა, ჯანდაბა, მასტრებს ძალიან დიდხანს დამაგვიანდა გასულა. მაგრამ ეს მანქანა შესანიშნავად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იმ მანქანას. თუნდაც მხოლოდ 100,000 დონეზე იყოს, შემიძლია ამის გაკეთება. წავედით. ახლა საკმაოდ სწრაფად მივდივარ, მაგრამ მოსახვევებში ცოტა უნდა დავამუხრუჭო. იმიტომ რომ თუ ასე ვაგრძელებ შეჯახებას, მანქანა გაფუჭდება და აღარ მექნება შანსი დავეციო მას. ასე რომ წავედით, არ ვაპირებ დანებებას. ჯერ კიდევ ვერ ხედავ მას. მაქსიმალურად უნდა აუჩქარო, სხვა გზა არ მაქვს. მაქსიმალური ტურბო. წავედით. იმ მოსახვევში უკვე ვხედავ მას. უნდა ვიჩქარო და მაშინ ის ჩემი იქნება. არა. ასე სწრაფად არ მივდიოდი. უყურადღებო ვიყავი. ვერ შევამჩნიე და ჩავვარდი. უნდა ვცადო ტურბოს გამოყენება რომ დავბრუნდე. წავედით. და არა. ზღვის ფსკერზე ჩავიძირები. მგონი ეს ჩემი დასასტრასასრულია. აქედან გამოსვლა შეუძლებელია. წყლიდან ვერ გამოვდივარ. ჩემთვის ყველაფერი დასრულდა და სამყაროსთვისაც. თუმცა ერთი წუთით. ის რა არის იქ? ტურბოს ვააქტიურებ. წავედით.
ტურბოს ნარჩენებით წყლის ქვეშ ცოტათი მოძრაობა შემიძლია. იქამდე უნდა მივახციო 1 წუთით. ეს ხომ მთავარი ზურმუხტია. ეს არის ამოუწურავი ენერგიის წყარო. ეს ნამდვილად ისაა, რაც ჩემს მანქანას მილიონიან დონეზე ასასვლელად მჭირდება. ასე რომ მოდი მთავარო ზურმუხტო, მომეცი ძალა, ამაწევინე დონე. წყლიდან რაკეტივით ამოვედი და ღმერთო ჩემო, ეხლა მაქვს შინ სონიკის მანქანა, მილიონიანი დონე, დიახ! მოდით წავიდეთ, დაშვება, დარბოლა გრძელდება! ეხლა ბევრად უფრო სწრაფი ვარ, ბევრად მეტი კონტროლი მაქვს და ბევრად მეტი ტურბო, რომ დავამარცხო ის სულელი შინ სონიკი. პუნქტ 6-ზე! მოდით წავიდეთ, უკვე მთლიანად ჩემი ხარ, აი ეს მიიღე, დიახ, გამეცალე გზიდან, ეს რბოლა ჩემია, ეხლა ჩემზე მოდი ხარ, სცადე, მაგრამ ვერ დამეწევი. იმიტომ რომ შენი მანქანა მხოლოდ 999,000-იან დონეზეა, ხოლო ჩემი მილიონიან დონეზეა, წავედით! სცადე დამეციო, მაგრამ აშკარაა რომ ეს სიჩქარე საკმარისი არ არის. აქ მხოლოდ კარგი მოხვევა უნდა გავაკეთო, გამოვიყენო ჩემი უსასრულო ოქროს ტურბო. და დავტოვო უკან, დიახ! წავედით, ახლა აქედან, აქ კარგი მოხვევა და ბოლო, ერთი მოხვევა, რომ შევიდე ფინიშის სწორზე. მაპატიე შინ Sonic Punkt X-ზე, მაგრამ მე ბევრად უფრო სწრაფად მივდივარ ვიდრე შენ, ვერ დამეწევი. ასე რომ ძალიან წუხვარ, გამარჯვებული მე ვარ და ეს იყო სასიკვდილო რბოლა, გახსოვს. ასე რომ ბოლო სიტყვები. იცადე, შეუძლებელია რომ შენი მანქანა მილიონი დონის იყოს და საშინელია. აი ეს მიიღე. და ეხლა რა თქმა უნდა, მოდი გაჩვენო სად არის გასასვლელი. ჰო, და არასდროს გნახავ ლუზერო. ეხლა ეგგმენი. რა ხდება? ფულს მომცემ თუ არა? ხო, ყველაფერი შენი იყოს, ოღონდ არ მატკინო. შენ გაქვს ისტორიაში საუკეთესო მანქანა. აი, არ ინერვიულო. ამ $1,000,000 მთლიანად წავიღებ, რომ ჩემს მეგობრებს გაუნაწილო, რადგან მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრები და ოჯახია. თუნდაც ჩვენ მონსტრები, შინ სონიკები ვიყოთ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ამ $1,000,000 ერთად ვისიამოვნებთ. ხო!